ბატონო ლაივში ვარ და დავამატოთ ჯორჯ ისმის ხმა ეხლა ისმის ჩემი ხმა ხალხო ისევ შემოვედი ბატონო ეხლა ისმის ხმა ირა ისმის ხმა კი კიდე კაი ოფშო ერთი საათი გავიდა კი პუტინს მოუგეთ მაინც გავაკეთეთ არაფერია ხო ყველაფერი კარგია რაც კარგად თავდება და გრძელდება უკვე მზათა ვართ ერთი საათი გავიდა ჩვენი მე აგერ Facebook-ი მაქვს კიდე ჩართული გვერდზე და შესანიშნავ ხო წაიკითხეთ კითხვები ვიყურებთ იგივე ქართველმენ ლაივი შეგიძლიათ შემოგვიერთდეთ ლაივში მოკლედ ორ ფრონტზე ვარ ახლა აქეთ ვიქნები და გასაგები მე ყურადღებით უსმენ თქვენ კითხვებს ჩემი სტუმარია დღეს ბატონი გიორგი მარიამული ბატონო გიორგი დიდი მადლობა რომ თქვენი ძვირფასი დრო დაგვითმეთ ვინც არ იცის და ბევრმა იცის მაინც მინდა ვთქვა გიორგი არის კანადაში მოღვაწე ქართველი ადამიანი პარალეგალი საკმაოდ ცნობილი მე ბატონ გიორგიზე გავედი ჩემი მეგობრებისგან როგორც მითხრეს თავის საქმის ჩემპიონი არისო და ბევრ ქართველს ბევრი ქართველი უკვე დააყენა სწორგზაზე კანადაში საბუთების მხრივ რა როგორანაირად ბატონო გიორგი თქვენ უფრო მოგისმენთ ხალხი თქვენს გამო უფრო გვისმენს ახლა ვიდრე ჩემს გამო ასე რომ დავიწყებ იმით რამდენი ხანია ზოგადად კანადაში ხართ რატომ კანადა და ვიცი რომ ძალიან ბევრი წლებია უკვე კანადაში ხართ და ეწევით ამ იურიდიულ საქმიანობას სალამი ბატონო გიორგი უკვე დაიწყო სალამი და როგორ შესაძლოა რა კარგია რომ ძლივს ესე იგი შუქი გამოჩნდა ტონელის ბოლოს 22 წელი ვარ კანადაში ძალიან მიყვარს ეს ქვეყანა რამოდენიმე განათლება მაქვს პირველი განათლებით ვარ ლინგვისტი თარჯიმანი ესპანური და ინგლისური ენების Hola. Buenos días. მეორე განათლებით ვარ იურისტი. შემოდით Instagram, Facebook. ალბათ იქნება სწორი რო ვთქვა, რომ მე ვეკუთვნი ალბათ უმცირესობას ემიგრანტების, რომლებიც ბედნიერები არიან კანადაში. ეს საკმაოდ თემაა. კი, მე ვარ ბედნიერი კანადაში, მე ვარ ისეთი ეგზემპლარი. ალბათ იმიტომ, რომ მე ვაკეთებ იმ საქმეს, რომელიც მე მომწონს, რომელიც მე გამომდის ალბათ და აღიარება არსებობს, რომ მე გამომდის. ეს არის აი ყველაზე დიდი სიამოვნება. თავარი პრობლემა ემიგრანტის რაში გამოიხატება, იმაში გამოიხატება, რომ მათ მოსწონთ კანადა შეიძლება და ქვეყანა სადაც ცხოვრობენ, მაგრამ თავიანთი თავი არ მოსწონთ ამ ქვეყანაში. პრობლემა ემიგრანტის იმაშია, რომ უნდა დაივიწყოს ვინ იყო თავის სამშობლოში და აქედან დაიწყოს ახალი ცხოვრება და აი ყველაზე რთული პრობლემა ბევრი ემიგრანტებისთვის ერთი სოციალური სკამიდან ეგეთივე სოციალურ სკამზე გადაჯდომა. და ვფიქრობ, რომ აი მე გამომივიდა ალბათ. თქვენ ნამდვილად გამოგივიდათ კი. ხო. და ძალიან ბედნიერი ვარ. ესე იგი, მე აქ რო ჩამოვედი, არ დამიწყია მუშაობა პარალეგალად, მე მუშაობდი სხვადასხვა დასავლეთ კომპანიებში, როგორიც არის Volvo, Desjardins, მე მუშაობდი ქალაქის მერიაში, ესე იგი, განყოფილებაში, მომარაგების განყოფილებაში, ტენდერების განყოფილებაში. და ეს გავიარის გზა ესეთ კომპანიებში, სადაც ხალხი ძირითადად, ესე იგი, კარიერას აკეთებენ, არსებობს ესე კანადაში ესეთი რაღაცა career job და survival job. Survival job ეს არის ესე იგი, როცა ადამიანი გამოსავალ მდგომარეობაშია და მუშაობს იმიტომ, რომ მხოლოდ ესე იგი ფული მიიღოს და ხო, თავი გაიტანოს. Career job სადაც შეგიძლია ესე იგი კარიერა აკეთო და ესე. მე მგონი ყველა ემიგრანტის ოცნება ეგ არის, რომ survive job-დან გადავიდეს უკვე მე ისე მოხდა, რომ მე ჩამოვედი როგორც პროფესიონალური ემიგრანტი, ესე მე არ ჩამოვსვლა როგორც სტოლვილი.
იმიტომ რომ ჩამოვიდი რუსეთიდან, აქამდე 20 წელი მე 12 წელი მოსკოვში, 8 წელი პეტერბურგში მუშაობდი და მუშაობდი აი ცნობილ დასავლეთ კომპანიებში. და აქ დიდი მნიშვნელობა კრედიტულ ისტორიას, რადგანაც მე ჩემ რეზიუმეში იყო ესეთი ბრენდები და ესეთი ლოგოტიპები, როგორც Ford-ი, როგორც Chevron-ი, როგორც RJ Reynolds. მე ძალიან ადვილად ერთ თვეში მოვახერხე ეგეთივე სამუშაოს პოვნა აქ. თუ მაგალითად რუსეთში მუშაობდი Volvo-ში, აქ Ford-ში, აქ მუშაობ Volvo-ში. თუ იქ მაგალითად Japan Tobacco International აქ მერიაში მოვეწყე და მაგრამ ეს მაინდა-მაინც არ მაინტერესებდა, არ იყო ძალიან საინტერესო ჩემთვის და რაღაც მომენტში იგი აქ დაგროვდა ძალიან ბევრი ემიგრანტი. მე როცა ჩამოვედი, კანტაკუნტა ემიგრანტები იყვნენ, რაღაც 300, 200, მე 1000 ადამიანი. მე გადავწყვიტე რომ ისა რა ქვია და მე გამრავდა ეს ემიგრანტები და გაჩნდა ესეთი პრობლემა რომ აი თარჯიმნები არ აყავთ. და მე დამიკავშირდნენ კანადის პროკურატურიდან და სადაც თხოვეს რომ გამიარა სპეციალური გამოცდები. აქ აი სადმე რომ მოეწყო, უნდა ჩააბარო სპეციალური გამოცდები და პროკურატურაში ჩააბარე 4 გამოცდა და გავხდი აკრედიტებული თარჯიმანი პროკურატურის. აგრეთვე ჩააბარე სპეციალური გამოცდები სამინისტროს სამინისტროში და გავხდი ეგრე თარჯიმანი. ამასობაში მივიღე იურიდიული განათლება და ძირითადი გამოცდილება და განათლება რასაკვირველია მე მივიღე სასამართლოებზე. მე ხედავდი და მოწმე ვიყავი, აი როგორ ხდება სასამართლო, რა სიძახის მოსამართლე, რა სიძახის ადვოკატი, როგორი ისტორია და მე მივხვდი რომ მე კარგად მესმის ეს საკითხი და შემიძლია ბევრ ემიგრანტებს დავეხმარო და ესე მივცე ესეთი სწორი გზა. ვითხო და ვიყო ეგეთი ლოცმანი ამ ხალხის, რომ აი სწორი თუ აქ ქვებია, აქ ღრმაწყალი, აქ ესე და ესე და ესე. კი, სწორია. აი ხო უკაცრავად ბოდიში გაწყვეტინებთ, რამდენიმე კომენტარი იყო დაწერილი, რომ შეკითხვები და კი ბატონო, შეკითხვებამდე მივალთ. ეხლა დავიწყოთ უბრალოდ და ვინც ეხა შემოგვიერთა, მინდა შევახსენო, რომ პარალეგალ ბატონ გიორგი მარიამულთან გვაქვს საქმე. ძირითადი შეკითხვა, რაზეც მწერენ, აი მოდით შეკითხვებზე გადავიდეთ. კი ბატონო. დავიწყოთ იქიდან, რომ რა კითხვებსაც დაწერთ, შეიძლება პირდაპირ ეთერში უბრალოდ ვერ მოვასწროთ რაღაცეებზე პასუხისგაცემა. ეგ შეკითხვები არ დაიკარგება და მე ვთხოვ ბატონ გიორგის, თუ რაღაცაზე ვერ შევძელით შეკითხვებზე პასუხისგაცემა, ეთერის დასრულების შემდეგ ეს ვიდეო აიტვირთება, არ წაიშლება, ანუ rilsisavit იქნება და იქვე რომ როცა დრო გექნებათ ამ კითხვებს ესე ნენელა უპასუხოთ. ასევე ვისაც გააქვთ სურვილი და შემდგომში გექნებათ რაღაც შეკითხვები ამ იურიდიულ საკითხებთან დაკავშირებით, ძალიან ბევრი მემწერს ვაი როგორ ჩამოვიდე, ფულს გადავიხდი კონსულტაციაში, მე არ მაქვს არანაირი უფლება არავის მივცე რაღაც იურიდიული კონსულტაცია. ბატონი გიორგი იმიტომ მოვიწვიე, რომ ვისაც დაგიგროვდებათ შეკითხვები, ვისაც გენდომებათ სიტყვაზე, აი დღეს ძალიან აქტუალური თემა არის ამერიკიდან გადმოსვლა. აუცილებლად ამაზე ვილაპარაკებთ აუცილებლად. მაგის გამო დავიწყეთ პრინციპში ეს. კი ბატონო, კი ბატონო. ძალიან ბევრი მწერს დამეხმარე როგორ გადმოვიდე. მე ვერ დაგეხმარებით, მე დაგეხმარებით იმაში, რომ მე ვარ ხიდი თქვენს და ბატონ გიორგის შორის. მოძებნეთ ბატონი გიორგი, აიღეთ კონსულტაციები მასთან, დაგაკვალიანებთ. მე პირადად ვიცი ჩემი თბილისელი მეგობრებისგან, ვისი არ მინდა სახელებს პრინციპულად ავასახელებ, თქვენ მოკიდეთ ხელი მათ кейსებს და საკმაოდ ანუ 10-დან 10 გაქვთ გამარჯვება რა. მოკლედ 9.5 ვისაც სიმართლეა რაც არის ეგ არის. ვისაც კითხვები გაქვთ ემიგრაციასთან დაკავშირებით, უფრო ვრცე, ვისაც კონსულტაციები გინდათ, იცით გიორგი როგორ ნახოთ, Instagram-ზე, Facebook-ზე, მიწერეთ და აი კონსულტაციებზე და იმაზე შემდგომში უკვე შეგიძლიათ ბატონ გიორგის მიმართოთ. ასევე თუ სხვა ტიპის კონსულტაციები გინდათ, შეგიძლიათ ჩემთან აიღოთ, მაგრამ მე იურიდიულ კონსულტაციას მე გამოცდილებას გაგიზიარებ. ნაბიჯ გაიდლაინებს გამოგიგზავნით, რა უნდა გააკეთოთ ჩამოსვლისთანავე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ესეთი იურიდიული კონსულტაციები როგორ ჩამოვიდე, სწორ გზაზე როგორ დავდგე, ჩაბარებული ვარ და ამერიკიდან როგორ გადმოვიდე, იტალიიდან როგორ გადმოვიდე,
ეს იურიდიული საკითხებია, მე არ მეხება, არ მაქვს უფლება არანაირი რჩევა მოგცეთ. აგერ ყავს ბატონი გიორგი პარალეგალი, ვინც ამ საქმის ჩემპიონია. ბატონო გიორგი, ყველაზე ხშირი დასმული შეკითხვა, უბრუნდები ამ კითხვას. დავიწყებ აქედან, ბევრი შეკითხვაა, მაგრამ პირველი შეკითხვა, რის გამო? დავიწყოთ კითხვებიდან, კი ბატონო. ამერიკა, ტრამპი, კანადა. ბევრი აპირებს ეხლა გადმოსვლას ამერიკიდან და აი ნოლიდან რო და აი მაგალითი რო დაუშვათ მე ამერიკიდან გადმოვედი და ვარ თქვენი customer, კლიენტი ესე ვთქვა. დამაკვალიანეთ, რა შვები, როგორ შვები. ესე იგი, ვარ დაუშვათ მონტანას შტატში და იქიდან მინდა გაიგო. თუნდაც იქნებით კალიფორნიის შტატში იგივე პასუხი. კი ბატონო, დავიწყეთ. კი, ესეთი კითხვები ძალიან ხშირად მოდის, რას მივდევენ ხალხი. ჩვენ ვართ ამერიკაში, ჩავბარდით, არავითარი კრიმინალური, ესე იგი, დანაშაულებები არ გვაქვს ეგრეთ წოდებული კრიმინალური რეკორდი, კაი ყოფა-ქცევა გვაქვს და არავითარი ისა რა გვაქვს, რა ქვია, დარღვევები. მაგრამ რა ხდება ამერიკაში? ამერიკაში ხდება რეიდები, პოლიციელები აკავებენ ქუჩაში ქართველებს და არა მარტო ქართველებს, ემიგრანტებს და ესე იგი მიყავთ ეგრეთ წოდებულ, კაპეზეში, ხო, ესე იგი, ხო, როგორ განყოფილებაში და იქიდან აღარ არჩევენ ვინ მართალია, ვინ ტყუილია, ვინ რაღაცა დააშავა, ვინ რაღაცა არ დააშავა და აგზავნიან იქ, საიდანაც წამოვიდნენ ეს ხალხი. ეს არის ძალიან დიდი განუკითხაობა, ეს არის ძალიან დიდი განუკითხაობა, ეს არის ძალიან დიდი სირცხვილი ამერიკისთვის, მაგრამ გეტყვით ესე, რომ აი კანადაში რომ მოვიდეს, აი ეგეთი ტიპის პრეზიდენტი და ჩვენ ყავს პრემიერ-მინისტრი, როგორიც არის ტრამპ, ეგეთი მენტალიტეტით, ეგეთი უწიგნური, ეგეთი პოპულისტი, ეგეთი ნარცისი და უბრძანოს ამ პოლიციელებს, რომ ესე მოექცეთ, ზუსტად ეგრე მოექცევიან აქაც. გიტლერი, რომელიც მოვიდა გერმანიაში და ეს იყო ქვეყანა ბეთჰოვენის, მოცარტის, გეინესის და გაიდენის და ბახის და ასე შემდეგ. აი ერთმა უტვინო ადამიანი, რომელიც სათავეშია, მით უმეტეს თუ ნაცია არის ძალიან დისციპლინირებული, ესეთ რაღაცებს უკეთებს ქვეყანას. ეს არის დიდი ტრაგედია ამერიკისთვის. ეხლა დავანებოთ ტრამპს თავი. ესე იგი, სამწუხაროდ ემიგრანტს აქვს ორი ოპცია, ორი ვარიანტი. ცუდი და ძალიან ცუდი. აი, კარგი და ცუდი კი არა, ცუდი და ძალიან ცუდი. ძალიან ცუდი. ვაშინებთ, სმენელს ვაშინებთ. არა, მე რეალისტი და რეალურ ისტორიას გეუბნებით. ესე იგი, რეალური ისა რა ქვია, ყველაზე ცუდი გადაწყვეტილება არის ის, რომ აი დანებდე ამას, გაყვიან პოლიციელებს, გაყოფილდონ იმ პოლიციის განყოფილებაში, მე გაგებული მაქვს ესეთი ისტორიები, რომ იქ, ხალხი დეპრესიაში ვარდება, თავს იკლავს და საშინ რაღაცები ხდება. იმიტომ რომ ადამიანმა ამდენი შრომა ჩადო, ჩამოსვლაში, ჭაპანწყვეტა, ეს ფული, ეს ინვესტიციები, კარიერა ააგო, შეიძლება რაღაც სახლი ეკიდო და იმას უგნევია, აი დაივიწყე ყველაფერი და ესე იგი ჩვენ ვცვლით თამაშის წესებს, თამაშის დროს. აი ეს ყველა საშინელება. როცა შენ ეთამაშები ფეხბურთს, ის გეთამაშება ფრენბურთს, შენ ეთამაშები ჭადრაკს, ის გეთამაშება და ამას აკეთებს სახელმწიფო. იმიტომ რომ ესეთი დაპირებები გააკეთა ტრამპმა, ტრამპი არის პოპულისტი და ის ძალიან ადვილად უხსნის ხალხს, როგორ ააყენოს ესე იგი ფეხზე მუხლებიდან ამერიკა. აი როგორც პუტინი ეუბნება თავის ხალხს, რომ უშენ დავდგეთ ერთ-ერთში, ხო? გიტლერს ეგეთ რაღაცას ესე იგი Deutschland über alles. ეს იგივეა, აბსოლუტურად იგივე, არაფერი ახალი არ გამოიგონეს. ხო და ესენი ეძებენ, ეს ხალხი ეძებენ, თურმე ვისი ბრალია, რომ ესე თუდად არის ამერიკა. მექსიკელების ბრალია, ემიგრანტების ბრალია, ქართველების ბრალია, რუსების ბრალია და ყველა ბრალია, მაგათი ბრალი არ არის. რასაკვირველია, საერთოდ ადამიანი როცა თავის პრობლემებს პროექტებია, აი რაშია პრობლემა, თავის თავში, თავის უწვინობაში კი არ ეძებს სადღაც სხვაგან, აი ეს არის ძალიან ცუდი მაჩვენებელი და ეს ძალიან ეს უკვე დიაგნოზია. მოკლედ, აი ესე მოხდა, რომ ტრამპმა აუხსნა ამ ხალხს, რომ აი ესე იგი ვისი ბრალია თურმე ყველაფერი და ამ ხალხს ესმით
ну სამწუხაროდ უმრავლესობა არის ძალიან პრიმიტიული. აი რო უხსნი ამ ხალხს, აი როგორც ინდურ ფილმს, ესენი არის კარგი ხალხი, ესენი არის ცუდი ხალხი. ჩვენ რო ბედნიერება აქვთ, აი ესე უნდა მოვაცილოთ ეს ცუდი ხალხი აქედან და მე დაიწყება ესენი მშვენიერი ბედნიერი ამერიკის ცხოვრება. ესე იგი, ეხლა პირდაპირ გადავალ ამ კითხვებზე. ესე იგი, ორი ვარიანტი არსებობს შემოსვლის ამერიკაში. არალეგალური და ლეგალური. ამერიკაში თუ კანადაზე ვსაუბრობ? შემეშალა. კანადაში, ამერიკიდან. აი ადამიანი არის ამერიკაში და ფიქრობს აი რა ვქნა როგორ უშუალოდ ჩემ თავს. და კანადაში თითქოს ყველაფერი კარგადაა და მეც იქ ვიქნები ბედნიერი. ესე იგი, არსებობს არალეგალური გზა და ლეგალური გზა. თუ ლეგალური გზით შემოდის ადამიანი ამერიკიდან კანადაში, ამ ადამიანს საზღვრიდან დიდი ალბათობით გააბრუნებენ უკან. და ეტყვიან, რომ ესე იგი ერთი წლის შემდეგ შენ კიდევ შეგიძლია დაბრუნდე ამ საზღვარზე და შეესადო შეხვიდე ამერიკაში, კანადაში. ცოტა ვერ გავიგე, ანუ კითხვას ახლა ჩავეძიებ. არის ადამიანი მონტანაში ცხოვრობს და ფიქრობს, ამის დედავატირე რა გავაკეთო. მიდის და მოდის ნიაგარა ფოლთან. ამერიკის მხრიდან და მიდის, ესე იგი, კანადაში არის ნიაგარა ფოლს და მიდის მესაზღვრესთან და უგნება, არ მინდა ტყუილები, არ მინდა გადამყვანელებს ხული, ვბარდები. ესენი მივდე, აი გაბრუნდი 180 გრადუსით და დაბრუნდი იქ საიდანაც წამოყვედი და ერთ წელიწადში ისევ დაბრუნდი აქ. და ჩვენ ვერ ვხედავთ, ესე იგი, მიზეზებს, რომ თქვენ შეგიშვათ კანადაში. აი ამას ეტყვიან ასეთ ადამიანს. ოკეი, კი ბატონო. გასაგებია. მეორე ვარიანტი. მეორე ვარიანტი არალეგალური ვარიანტი. ესე მე კი არ მოუწოდებთ, რომ კანონი დაარღვიეთ და გითი რაღაცები. არსებობს ესეთი ვარიანტი. ადამიანი შეულობს გადამყვანს, მაგალითად ვიღაც ტრაკ დრაივერს, ჯდება ამასთან მანქანაში, ან ტყით გადმოდის, ან როგორ სხვა ამაში მე არა ვარ ჩართული და ამოყო ამ ადამიანმა ამ გადამყვანის საშუალებით, ან თავის საშუალებით ტორონტოში თავი. ის მიდის მერე ადვოკატთან და ეუბნება, აი მე ვიყავი ამერიკაში 3 წელი, ჩავბარდი, ვღებულობდი სოციალურ დახმარებას, ან არ ვღებულობდი სოციალურ დახმარებას, ან უბრალოდ ანაბეჭდებით დავტოვეთ, ანაბეჭდებს თუ ტოვებს ადამიანი ამერიკაში, ეს საკმარისია, რომ კანადა მიცოდეს, რომ ადამიანი ამერიკაში. ეხლა რა შესაძლოა? ადამიანს უნდა ესმოდეს, რომ კანადას აქვს საერთო ბაზა ამერიკაში, ამერიკასთან, ინგლისთან, ავსტრალიასთან, აგრეთვე ახალ ზელანდიასთან და ირლანდიასთან. ამიტომ თუ აი იქ დააცემინა ადამიანმა ამერიკაში, მონტანაში, ან კალიფორნიაში, ან ბრუკლინში, აქ უკვე ისმის. ერთი ბაზა აბსოლუტურად. ეს ადამიანი, როცა მიდის ადვოკატთან, ეუბნება რა, მე მინდა ჩაბარება. ესე იგი, რა უნდა გაკეთოს ამ ადამიანმა? ნუ როგორც ისეთ შემთხვევებში, როცა საქართველოსდან შემოდის ხალხი, მას სჭირდება ინსტაგრამზე, ფეისბუქზე რაღაც. ესე იგი, მე ვაგზელებ ჩემს ნეს. იგივე სახელზე გადმოდით ინსტაგრამზე. ის მან უნდა, ესე იგი, შეავსოს ფორმები, უნდა ესე იგი, დაიწეროს სპეციალისტის მიერ ეგრეთ წოდებული basis of claim, რა არის basis of claim? ეს არის ისტორია, რის გამოც ეს ადამიანი ბარდება კანადაში. უნდა შეავსოს პორტალი და ესე იგი, ადვოკატის საშუალებით ეს ყველაფერი იგზავნება ესე იგი, სასაზღვრო პოლიციაში. ეს ეხება ხალხს. ერთი შეკითხვა, კი ბატონო, ძალიან დიდი ბოდიში რო გაწყვეტინებ, ანუ რო დავაჯამოთ. ამერიკიდან, მონტანიდან ოჯახი რომ მივიდეს ნაიაგარა ფოლზე და უთხრას, რომ ამერიკაში მე არ მომწონს ამერიკაში, მინდა კანადაში. მიგვიღეთ, მან ბატონი გიორგი ვერავის ვერაფერში ვერ დაეხმარება, იმიტომ რომ მიატრიალებენ უკან. აბსოლუტურად. იმ შემთხვევაში თუ როგორღაც აღმოჩნდა ამერიკიდან ადამიანი კანადაში, ჩვენ არ ვიცით როგორ აღმოჩნდება და არავის არაფერს არ ვეუბნებით და არ ურჩევთ კი. ხო, მაგრამ დაუშვა და ამერიკიდან აღმოჩნდა ადამიანი კანადაში, მაგ ხალხს თუ სწორედ გავიგე რომ შევაჯამოთ, მე გეკონტაქტებიან თქვენ და ან ვინმე სხვას, ვინც არის სპეციალისტი, ემიგრაციული, პარალეგალი ადვოკატი და ასე შემდეგ. მეორე შემთხვევაში ერთვება საქმეში პარალეგალი და მე ან ადვოკატი, ან ემიგრაციული სპეციალისტი. კი ბატონო, ანუ კი ბატონო,
გასაგებია, გავაგზავნე. ეხლა რა ხდება აქ? მე რო ვთქვი, რომ ძალიან ცუდი და ცუდი. ცუდი იმაშია, რომ ის ხალხი, რომლებიც გადმოდიან, შემოდიან საქართველოდან, ან სხვა, ან რუსეთიდან, ან მაგალითად ჩრდილოეთ კორეიდან, ან რომელიმე ქვეყნიდან, რომელიც ითვლება და კვალიფიცირებულია როგორც ტოტალიტარული სახელმწიფო და საქართველოს, ესე იგი, აი ძალიან ჩქარი ნაბიჯებით, ესე იგი, უახლოვდება ამ სტატუსს და ჩვენ ეს ყველაფერი ვიცით, ხო, ეს ყველაფერი. ხო, ესე იგი, ესეთ ადამიანს აქვს ძალიან დიდი შანსი მოგების. რატომ? იმიტომ რომ მის საქმეს განიხილავს IRCC. IRCC ეს არის აბრევიატურა, რომელიც ნიშნავს Immigration Refugee Citizenship Canada. ამ საქმეს განიხილავს მოსამართლე. მოსამართლეს სასამართლოს დროს. ამ სასამართლოს დროს ამ ადამიანს აქვს საშუალებები, რომ თავისი არგუმენტები, ესე იგი, წარუდგინოს, წერილები, სურათები და სხვა, ესე იგი, დამამტკიცებელი საბუთები, რომელიც ამაგრებს მის კლიმს. თუ ეს ადამიანი აგებს ამ სასამართლოს, მას აქვს საშუალება აპელაციას მიმართოს, არსებობს, ესე იგი, appeal division, refugee appeal division, ესე იგი, შემოკლებოდათ RAP, refugee appeal division. სადაც მეორე მოსამართლე გასინჯავს ამ პირველი მოსამართლის გადაწყვეტილებას და ეს შეიძლება გაასაჩივროს და კითხვის ქვეშ დააყენოს და ესე ხშირად იგებენ ქართველები. ეხლა რაც შეეხება იმათ და ესაა ჩვენი მთავარი თემა იმ ყოვილებისთვის, რომლებიც ყოვილები იყვნენ ამერიკაში და ჩაბარდნენ იქ და მერე გადმოვიდნენ კანადაში. ერთი სანამ შეუდგებით ერთი ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია და უკვე მოიწერეს მაგაზე. კი ბატონო. დაუშვათ, აი პირდაპირ მაგალითები განვიხილოთ, დაუშვათ გადმოვიდა ადამიანი უკვე ტორონტოში ან მონრეალში ან კალგარიში არ აქვს მნიშვნელობა. შეეხმიანა ბატონ გიორგი მარიამულს, წავიდა პროცესი. ან სხვა ვიღაცას. კი ბატონო, ან სხვა ვიღაცას, კი ბატონო, წავიდა პროცესი. ამ ადამიანს მუშაობის უფლება აქვს სანამ ეს პროცესი მიდის? აი მინდოდა ამის თქმა. მოდით ესე იგი მე მიყვარს აი ეს სიუჟეტი რო იყოს, აი თანმიმდევრობა რო. მე ჯერ ამას ვიტყვი, მერე ვიტყვი იმას. ესე იგი მეორე შემთხვევაში თუ ამერიკიდან გადმოიპარა ადამიანი თავი ამოყო კანადაში, არ ვიცით როგორ გადამყვანის საშუალებით, მის საქმეს განიხილავს უკვე IRCC კი არა, CBSA. CBSA ეს არის Canadian Border Services Agency პოლიცია. და იქ ამ ადამიანს არავითარი, ესე იგი, სასამართლო არ ექნება. ყველაფერი ხდება დოკუმენტების დონეზე, ადვოკატი აგზავნის დოკუმენტებს და ღებულობს წერით ფორმაში იმას პასუხს. აი ამ შემთხვევაში, რატომ ვიძახი, რომ ეს არის ცუდი გზა, ესე იგი, პოლიციელები როგორც წესია, ჩემი სტატისტიკიდან გამომდინარე, ღებულობენ უარყოფით გადაწყვეტილებას. მათ არ ჯერათ აი ამ იმების აქ ისტორიების არ ჯერათ ისინი თვლიან, რომ ესენი ყველაფერი ხაპებია და უბრალოდ ადამიანი ეძებს კანადაში უფრო კარგ ეკონომიურ პერსპექტივას თავისთვის და თავის ბავშვებისთვის ვიდრე ამერიკაში. ამ შემთხვევაში ის როცა ბარდება ეს ადამიანი და ეხლა მე ვიტყვი სამუშაო უფლებაზე. გადადის ეგეთ რეჟიმში, რასაც ქვია pre-removal risk assessment. Pre-removal risk assessment ეს არის ესეთი რეჟიმი, როცა სახელმწიფო პოლიციის სახით, ესე იგი, აფასებს როგორი რისკები ელოდება მას თავის ქვეყანაში, საქართველოში. ამ შემთხვევაში ჩემი სტატისტიკიდან სადღაც აი 80-90% არის ნეგატიური პასუხები. იმიტომ რომ ერთი რამეა, როცა პოლიციელი ღებულობს გადაწყვეტილებას, მეორე რამეა, როცა მოსამართლე ღებულობს გადაწყვეტილებას. მოსამართლე იურისტი, ეს სხვა დონეა, სხვა განათლება, პოლიციელს აქვს ძალიან კარგი ხელფასი, ძალიან კაი ბენეფიტები და იმისი მენტალიტეტი სხვანაირია, ისინი უფრო ხედავენ შავ და თეთრ ფერებს. და იქ შენ არა გაქვს საშუალება, რომ ესე იგი აუხსნა და ასე შემდეგ. ამიტომ ესეთ შემთხვევაში ამ რეჟიმში pre-removal risk assessment ადამიანს აქვს დიდი შანსი წააგოს 80-90%. მაგრამ
და ახლა გადავალ იმაზე, რაც შემეკითხეთ. კი ბატონო. მაგრამ იმ ადამიანს, რომელიც გადმოვიდა, შემოიპარა ამერიკიდან კანადაში, მას აქვს უფლება აიღოს სამუშაო უფლება. მას აქვს უფლება აიღოს refugee claimants document და თავისი ეს დოკუმენტი, თავარი, სადაც არის მისი სურათი, ეგრეთ წოდებული ყვითელი საბუთი და მას აგრეთვე აქვს უფლება აიღოს welfare ან სოციალური დახმარება. განსხვავება ჩვეულებრივი ტოლვილის შორის, რომელიც შემოდის საქართველოსთან პირდაპირ, ესე იგი, კანადაში და იმ ტოლვილის შორის, რომელიც შემოდის საქართველოსიდან, რა ქვია, ამერიკიდან კანადაში, აი ამაში გამოიხატება. რომ ერთ შემთხვევაში გადაწყვეტილებას ღებულობს სასამართლო და ეს სასამართლოს გადაწყვეტილება არის დამოკიდებული იმაზე, როგორიც ის თავის ისტორია, როგორი პარალეგალი აქვს, ვინ ეხმარება ისტორიის დაწერაში, ვინა ადვოკატი და ასე შემდეგ. და თუ ის აგებს, მას აქვს უფლება აპელაციას მიმართოს. მეორე შემთხვევაში არავითარი სასამართლოები როგორც წესი არ ტარდება, იშვიათ შემთხვევებში ტარდება და ჩემ სტატისტიკიდან გამომდინარე, ეს გადაწყვეტილებები არის უარყოფითი. ეხლა რა ვარიანტები არსებობს? ხო, რომ აი ეს თავი აიცილოს აქედან და რაღაცა გადაარჩენს თავის თავი. ხო, ეხლა თქვენი რაღაცა ეს პინგ-პონგის რეჟიმში. ეხლა შეკითხვა გაჩნდა ამ თქვენი ნალაპარაკებიდან გამომდინარე. განვიხილოთ მოსამართლის შემთხვევა. რამდენ მე ვიცი რომ ესეთ დადგენილი ვადა ზუსტად არ იქნება, აი რამდენი ჩაბა დაიწყო პროცესი თქვენთან და თქვენ წარმართეთ ეს პროცესი. რამდენი ხანი გრძელდება ეს პირველი პროცესი და ნუ გასაგებია რომ ერთ კვირაში ეს არ დასრულდება, არც ერთ თვეში არ დასრულდება. მე როგორც ვიცი, წელზე მეტი უნდა, მაგრამ თქვენი საქმის პროფესიონალი ხარ და უფრო აი ესეთი შეკითხვა ძალიან ხშირია, რომ რამდენი ხანი გრძელდება, აი მე ჩავბარდი, მყავს ჩემი პარალეგალი, დავბინავდი პირობითად კალგარიში, ველოდები სასამართლოს. რამდენი ხანი გრძელდება ეს პროცესი? აი მოკლედ საბოლოო გადაწყვეტილებამ და მე კიდე შეუძლია აპელაცია გააკეთოს და ნუ პრინციპში დროს იგებს ადამიანი ამით. ესე იგი, მოკლე პასუხი არის ესეთი, ჯერ მოკლეს ვიტყვი, მე გრძელი. რა თქმა უნდა. მოკლე პასუხი არის ისეთი, რომ ეს არის დამოკიდებული იმაზე, რომელ თაროზე აღმოჩნდება თქვენი საქმე და რომელი მოსამართლე განიხილავს ამ საქმეს. შეიძლება ეს იყოს 1 წელიც, შეიძლება იყოს 8 თვეც, შეიძლება იყოს 2 წელიც, შეიძლება იყოს 3 წელიც. რაც შეეხება CBSS, იქ უფრო მოკლეა დროები, შეიძლება 3 თვეში გამოგიზახონ და გითხრან, რომ აი ჩვენ უარს გეუბნებით, შეიძლება 6 თვეში, შეიძლება წელიწადში, შეიძლება 2 წელიწადში. ეს არავინ არ ვიცით, მაგრამ ჩემი სტატისტიკიდან გამომდინარე, მე მარტო არ მუშაობ, მე მუშაობ ადვოკატთან ერთად, ესე იგი, პარალეგალიც ადვოკატია, მაგრამ პარალეგალი და ემიგრაციული კონსულტანტი, ეს არის ცოტა დაბალი დონე. მე რაც ვაკეთებ, მე ვეხმარები ხალხს ფორმულირებას იმ პრობლემების, რომელსაც ის გამოიხსნენ და ამას მე ვთარგმნი, იმასთან ერთად რომ მე ვარ ეწოდებული პარალეგალი, მე ვარ კიდე, ესე იგი, აკრედიტებული თარჯიმანი. მე მაქვს ლიცენზია სახელმწიფოსაგან, პროკურატურისაგან, გადავთარგმნო დოკუმენტები და დავდო ჩემი ხელწერა. და ესე იგი, მე ვეხმარები, ესენი მეუბნევიან თავიანთ ისტორიას, მე მას ვთარგმნი, მე ვავსებ ფორმებს და მე რეივსება პორტალი, რომელიც იგზანება ემიგრაციაში. მე აგრეთვე ვეხმარები ამ ხალხს სამუშაო უფლების მიღებაში და ვაყენებ ლიანდაგებზე welfare-ის. და მთელი კომუნიკაცია, რომელიც ხდება, მე თვითონ ჩინოვნიკად მუშაობდი ტორონტოს მერიაში, მე ძალიან კარგად ვიცი როგორ მუშაობს და როგორ ოპერირებს, ესე იგი, ჩინოვნიკის მენტალიტეტი, მე ვეხმარები ამ ადამიანს კომუნიკაციაში ჩინოვნიკებთან, რომლებისაგანაც არის დამოკიდებული მათი welfare ან ფინანსური დახმარება. გასაგებია. აი ეს არის პასუხი კითხვაზე. ეხლა კიდე მეკითხებიან ხშირად და მე წინასწარ ამას გავუსწრებ, რომ აი ცოლი რომ მოვიყვანოთ რა ხდება ამ შემთხვევაში. მე ვერ გავიგები რომ მოიყვანოთ ცოლი რომ მოიყვანოს, აი ადამიანი შემოვიდა ამერიკიდან კანადაში, შეუყვარდა ქართველი ქალი ან იაპონელი ქალი, მაგალითად, რომელიც კანადელია და სტატუსი აქვს. ესე იგი, ამ შემთხვევაში ამან შეიძლება გააჩეროს მისი ნეგატიური სცენარი.
ესე იგი, ამ შემთხვევაში ეს შეყვარებული უნდა შეუყვარდეს, რაც შეიძლება მალე, რომ მათ რაც შეიძლება გრძელი კრედიტული ისტორია კონდეს, იმიტომ რომ ეს არის როგორც არის ფილმი რაღაცა მე მგონი ხარიხს. ანუ ხო არა უბრალოდ ვიღაცამ დამირეკა და ჩაიჭრა იმაში ხო ესე ძალიან გთხოვთ არავინ არ დამირეკოთ ეთერი მაქვს ხო ამ შემთხვევაში რა ხდება აი დაუშვათ ამერიკელი ქართველი რომელიც ამერიკაში იყო ჩაბარებული გადმოვიდა კანადაში შეუყვარდა აქ ქალი რომელსაც აქვს ამავე დროს ესე პერმანენტ რეზიდენტის სტატუსი, მუდმივ რეზიდენტის სტატუსი. პასპორტი არაა საჭირო. პასპორტი აუცილებელი არ არის. ან მოქალაქეობა ის შეიძლება იყოს ამ ადამიანის სპონსორი. რას ნიშნავს სპონსორი? სპონსორი ნიშნავს იმას, რომ ამ ადამიანს უნდა კონდეს ოფიციალური მუშაობა. ესე იგი, აი რომ იძახიან, რომ აი მე მუშაობ და მე აღმოჩნდება, რომ ის ქალი მუშაობს დალაგებებზე და ქეში დღებულობს, ეს არ ითვლება სამუშაოდ. სამუშაო არის ოფიციალური სამუშაო, რომელშიც გიხდიან შენ ხელფასს და შენ იხდი, ესე იგი, გადასახადებს ან ტაქსებს სახელმწიფოსთვის. full time job, რაღაც საათები გაქვს, გადასახადები. რაღაც საათები, ხო, რომ შენ გაქვს საკმარისი ფინანსური რესურსები, რომ შეინახო ეს შენი შეყვარებული მამაკაცი, ან პირიქით, ქალი გადმოდის და თხოვდება გასაგებია. ანუ ერთგვარი შველა, ეგ არის ერთგვარი შველა. ერთ-ერთი შველა არის, კი, არის ვარიანტი. ესე იგი, ემიგრაციას IRCC-ს, აი ამ ორგანიზაციას Immigration Refugee Citizenship Canada უნდა დაუმტკიცოს ამ ადამიანმა, რომ ეს არ არის ყალბი ურთიერთობა, ეს არის რეალური ურთიერთობა და მიწერმოწერა ეს სურათები, სადაც ჩანს ესეთი რომანტიკული კონტექსტია, ეს არ ნიშნავს, რომ პორნოგრაფია უნდა იყოს, ხო? ეს უნდა იყოს გასაგები სურათები, ესეთი არიან მეგობრები და კოლეგები, ეს შეყვარებულები არიან. ქორწილი ქონდათ, მიწერმოწერა აქვთ, ის ქალი ეხმარებოდა, ან კაცი ეხმარებოდა ანგარიშთან გზაინდან ფულს, მაგალითად, საჩუქრებს უკეთებდა ერთ ბინაში ან ერთ სახლში ცხოვრობენ და ერთი ისა აქვთ, რა ქვია, ანგარიში. მე ხშირად ვესწრებოდი ესეთ ინტერვიუებს, როცა ვთარგმნიდი აი ამ დიალოგებს ოფიცრების შორის და ტოვილების შორის, რომ სადაც ისინი ამტკიცებდნენ, რომ ეს არის რეალური ურთიერთობა და არა ესე ეგრეთ წოდებული fake. აი ესეთი რაღაცა არსებობს, ხო. ეხლა კიდე ესეთი კითხვა, აი აქვს თუ არა იმიტომ რომ ესეთი კითხვები 1500 მოდის და ნუ მე წინასწარ ვიცი ეს კითხვები და აი ამას მე ვთამაშობ უკვე აი დიდი ხანი ზეპირად რო აი ღამის 3-ზე რო ამაყენონ მე ვიცი ის კითხვები და უკვე პასუხები აი პირდაპირ ზეპირად ვიცი აი როგორც ტექსტები ხო ტოპიკები რა მინდა ვთქვა აქვს თუ არა ესე იგი საშუალება იმ ადამიანს რომელმაც ესე იგი გადმოვიდა, რომელიც გადმოვიდა ამერიკიდან კანადაში აპელაციის. აი ეგეთი აპელაციის საშუალება როგორც აქვს იმას, ვინც შემოვიდა მაგალითად პირდაპირ საქართველოსთან არ აქვს. მას შეუძლია მიმართოს ფედერალურ სასამართლოს, federal court. ეს ზემოთა ინსტანცია. ესა უზენაისის სასამართლო, უზენაისის სასამართლო, მაგრამ აი აქ არის ერთი საინტერესო ფოკუსი. ესე იგი, იმან რა ქვია ამ CBS-ემ კანადის სასაზღვრო პოლიციამ შეიძლება ესე იგი გამოუტანოს განაჩენი რომ აი ეს ადამიანი უნდა დაბრუნდეს საქართველოში. იმ დროს როცა ეს ფედერალური კორტი მაინც მუშაობს ერთდროულად პარალელურად ეს ვეტოს არდებს ეს ფედერალური კორტი მის გაშვებას. აი ესეთი რაღაცა, ეს ცოტათი უცნაური რაღაცაა. ერთდროულად მეტის შეიძლება მოსამართლე მიიღოს აი რაღაცა გადაწყვეტილება და თქვას, რომ მე ვთვლი, რომ ეს ადამიანი უნდა დარჩეს კანადაში და ჩვენ არ გვაქვს უფლება ეს ადამიანი გაუშვათ უკან საქართველოს იქ შეჭამენ ისინი რა ქვია ქართული ოცნება და კიდე ვიღაცა ბანდიტები ვიც დასდევენ ამ ადამიანს. აი ესეთი რაღაცა. აი ეს არის აი ძირითადი სიმართლე. აქ არის ბევრი ნიუანსები, ეს არის ესეთი უნივერსალური პასუხი, რა საკვირველია, ყველას აქვს თავისი ისტორია, აი მე ესე ვიყავი, მე 4 წელი ვიყავი, მე 3 წელი ვიყავი, მე კრიმინალური რეკორდები მაქვს, არაფერი არ მაქვს, ნუ
აქ ვარიაციები მიდის, მაგრამ აი უნივერსალური პასუხი მათთვის, ვისაც უნდა ამერიკიდან გადმოვიდეს კანადაში და ესა ყველაზე აქტუალური ახლა არის ესეთი, რაც მე ვთქვი. ერთი შეკითხვა კიდე, ესეც მე თქვენს ეგ შეკითხვა დარწმუნებული ვარ, ხშირად ამოგივარდებათ ხოლმე, მაგრამ მეც ძალიან ხშირად მეკითხებიან. ერთი წამის სანამ შეკითხვას მიუბრუნდები, Facebook-ი კიდე ჩართულია და რამოდენიმე ადამიანი კვლავ მიყურებს. სამწუხაროდ Facebook-ზე რაღაც ტექნიკური ხარვეზი იყო და ჩვენი პირდაპირი ჩართვა ეხლა Instagram-ზე მიდის. ვისაც გაინტერესებთ ეს კითხვა-პასუხები და პირდაპირი ეთერი ბატონ გიორგისთან, პარალეგალთან, შეგიძლიათ იგივე ქართველმენ live მომძებნოთ Instagram-ზე და ამჟამად ეხლა ონლაინში მიგდის ეს ყველაფერი. აი ესე დრო Facebook-ს უბრუნდები, რომ ნაწყენები არ გამჩნენ ჩემი ფოლოვერები. ორი შეკითხვა პრინციპში გავს ეს ორი შეკითხვა ერთმანეთს. მოკლედ ამერიკა დროებით გვერდზე გადავდოთ, მიუბრუნდეთ ევროპას, ზოგი მწერს, რომ აი მე უკვე მაქვს ვიზა, უკვე გზაში ვარ, რომელი პროვინცია ჯობია ჩასაბარებლად? რას ფიქრობ და რატო? ანუ დროებში არის იგივე თუ არა აქვს მნიშვნელობა? რაღაცა ჭორის დონეზე თუ შეიძლება ჭორის დონეზე არა, ამბობენ რომ მონრეალია ყველაზე კარგი ჩასაბარებლად. მე არ ვიცი, მე გაგებული მაქვს, ანუ ჭორის დონეზე რაც გავიგე, იმას ვამბობ. თქვენ როგორც ამ საქმის პროფესიონალი რას ფიქრობთ? ყველაზე საუკეთესო პროვინცია ჩასაბარებლად თუ არის, თუ არ აქვს მნიშვნელობა საჭაბარდებიან? ორეთ რა შესაქმე, მე ეს არ ვიცი ჭორის დონეზე, მე ვიცი პრაქტიკულ დონეზე. რაც შეეხება კვებეკს, მე მუშაობდი კვებეკში, მე ცოტათი ვლაპარაკობ ფრანგულად და მუშაობდი ცნობილ კომპანიაში Desjardins General Insurance Group-ზე, სადაზღვევო კომპანია ძალიან ცნობილი. და კვებეკიდან დავიწყე. კვებეკში არ ღირს ჩაბარება, იმიტომ რომ იქ არის საშინელი ნაციონალიზმი და რასიზმი. მე ხშირად ვარ იქ ნაყოფი, აი რო ელაპარაკები ადამიანს მაგალითად ინგლისურად, აი რაღაცა კითხვა გაქვს, ის გპასუხობს ფრანგულად. იგი მე გამოცდილება მქონდა უკრაინაში, ლვოვში, აი სანამ ომი დაიწყებოდა, მე მივლინებაში დავდიოდი პეტერბურგიდან უკრაინაში. ელაპარაკები რუსულად, იმას ყველაფერი ესმის, გცემს პასუხს უკრაინულად აუცილებლად. მონრეალი საქმე რაშია? საქმე იმაშია, რომ ყველაფერი არის ესე იგი დამოკიდებული და ეს ამერიკას მე არ ახალ რაღაცას არ ვიძახი ენასთან. უნდა იცოდე იქ ფრანგული ენა. განსაკუთრებით ინგლისურადაც ლაპარაკობენ, განსაკუთრებით მონრეალში, მაგრამ რაც შეეხება, ესე იგი, მაგალითად, Quebec City-ს, Levy და იქ ჯობია, ესე იგი, თუ ინგლისური გაქვს, ეს არ არის საკმარისი. გრძელად პოულობს ადამიანის სამუშაოს. იქ სიაფეა. აი, ჩირაობაში ეს კი ემიგრაციული საქმე განხილვა მიდის უფრო ჩქარა. დაზღვევები, insurance არის ძალიან უფრო იაფი. ეს ყველაფერი იაფია. მეორე მხარე ის არის, რომ იქ ძნელია სამუშაოს მოძებნა და არის აი ესეთი რასისტული, ნაციონალისტური მომენტები არსებობს კვებეკში. ამიტომ აი ჩემ გამოცდილებიდან მე იქ მივლინებებში ვიყავი, მე არავის არ ურჩევ კვებეკში წასვლას. მე ურჩევ წასვლას იმ პროვინციაში, სადაც არის სამუშაო. ძირითადად სამუშაო და პერსპექტივები. ძირითადად სამუშაოები არის, მე ვფიქრობ, პროვინცია ონტარიოში, სადაც მე ვცხოვრობ, ტორონტოში. ტორონტო ეს არის ყველაზე დიდი ქალაქი, ესე იგი, კანადაში, მეოთხე ქალაქი ჩრდილოეთ ამერიკაში, მგონი დალასის, ესე იგი, ნიუ-იორკის შემდეგ ჩიკაგოსი და მგონი ლოს-ანჯელესის შემდეგ. ეს არის როგორც ამერიკული ნიუ-იორკი. აქ არის ძალიან ბევრი ქარხნები, აქ არის ძალიან ბევრი მშენებლობა, აქ არის ძალიან თბილი ჰავა, კლიმატი. და აქ უფრო ბევრი სამუშაოებები, აქ ლოგისტიკური ცენტრია, აქ არის 200-მდე არის საავტომობილო კომპანია. მე მუშაობდი ბევრი წლები საავტომობილო კომპანიაში, Ford-ში, Volvo-ში, აქ არის
ესე იგი, ისა რა ქვია, აი ძალიან ბევრი ავტომობილო ქარხნები, ხო? აი ესეთი კომპანია როგორიცაა მაგნა მაგალითად. მაგნა ესა სუფთა კანადური ბრენდი, როგორც Tim Hortons-ი, როგორც Bombardier. აი ეს არის გამოგონილი აქ, ხო? ესენი აკეთებენ კომპონენტებს თელ იმისთვის, რა ქვია, საავტომობილო ინდუსტრიისთვის. რადგანაც აქ არის ბევრი სამუშაოები, აქ ჯობია. მეორე ადგილას ვფიქრობ არის კალგარი, იმიტომ რომ იქ არის ნავთი, გაზი და ალბერტაში, ხო, იქ არის სიცივე და ეს უფრო თქვენ კარგად იცით, მაგრამ ჩვენთან ცივა, კი. კი, იქ იყო ბუმი თავის დროზე, აი როცა ესე იგი ნავთის ფასები ავარდა და ძალიან ბევრი ხალხი აქედან გადადიოდნენ იქ და ჩემი კლიენტებიც აქედან გადადიან იქ. ესა დამოკიდებული როგორი ნაცნობები ყავთ, მეგობრები ყავთ, როგორ ადაპტირდებით, ვინა ადვოკატი და ასე შემდეგ. აი ესეთია პასუხი ამ კითხვაზე. ესე იგი მე გირჩევთ ონტარიოს, მეორე მე გირჩევთ კალგარის, ალბერტას, მონრეალს ნაკლებად გირჩევთ. კიდე არის მანიტობა, ვანკუვერია ძალიან კარგი, მაგრამ იქ ცოტანი არიან ქართველები, იქ ძალიან თბილი არის პროვინცია, როგორც კალიფორნია. კი, ეს არის West Coast, East Coast, კი. ანუ თუ სწორე გავიგე, უბრალოდ რომ ესეთი შეჯამება გავაკეთოთ, იურიდიული კუთხით თქვენ ამას გვერდზედებთ, იმიტომ რომ თითქმის ყველგან ერთი იგივეა, უბრალოდ ეძებონ კაი პროვინცია, სადაც სანამ პროცესი მიმდინარეობს, ადვილად დასაქმდებიან. უყურეთ რა შესაქმე, იმაში ალბერტაში და იმაში კვებეკში და სხვა პროვინციებში არიან ნაკლებად ემიგრანტები და სტოლვილები. ეს ნიშნავს იმას, რომ იქ რიგი რომელიც ელოდება, აი როდის გვექნება სასამართლო, არის უფრო მოკლე. ესეა. ეს იმას არ ნიშნავს, რომ იქ უფრო მეტი პოზიტიური პასუხებია, ვიდრე მაგალითად ონტარიოში. კი, ჩვენ დროზე კი, აბსოლუტურად. მე ყოველთვის ხაზს უსვამდი ახალ შოტლანდიას, ნოვა სკოშიას და ხაზს უსვამდი ნიუფაუნდლენდ ლაბრადორს, იმიტომ რომ იქ ჩვენი უკრაინელი ნაცნობებიც, ვინც პირველად ჩავიდნენ, პირველი ფეისთაბი იყო საჭირო, რომ eligible ყოფილიყო, რომ შეეტანა PR-ზე. მაგალითად, ალბერტაში სხვანაირად არის ახლა. ალბერტაში 1 წელი უნდა იმუშაო full time job-ზე. ინგლისური უნდა ჩააბარო, ანუ speaking, reading 4 პუნქტი მინიმუმ 6-იანებზე. ეს არის ფილტრისავი და მხოლოდ მას შემდეგ გადადიხარ შემდეგ საფეხურზე. ეგ ყველაფერი ნიუფაუნდლენდში და ნოვა სკოშიაში არ იყო. ეხლა ყველაფერი გაართულეს, ყველაფერი შეცვალეს. ხალხი წლობით მუშაობდა აქ ალბერტაში და რამოდენიმე თვის წინ გამოაცხადეს, რომ ის პროგრამები, ანუ რაღაც ფილტრები დააყენეს, ყველაფერი რთულდება. ეხლა გუშინ გადმომიგზავნა კიდე ჩემო მეგობარმა, რომ ნოემბრის დასაწყისში, არ ვიცი, რამდენად მართალი არის, რაღაცა დიდი ცვლილებები იქნება ამ ემიგრაციის კუთხით რა. ბევრ ასევე სტატისტიკას ვნახე, ყველაზე დიდი 25 წელს მიღებული PR-ის რაოდენობა 60,000-მდე PR-ია გაცემული მარტო ინდუეთზე, ინდუეთის მოქალაქეებზე. პირველ ადგილზე არიან, მეორე ადგილზე არის ფილიპინები, ჩინეთი თუ არ ვცდები რაღაც ქვეყნები და იმხელა სხვაობაა პირველ ადგილზე და მეორეს და მესამეს შორის. 60,000-ით იყო პირველი ადგილი, მეორე ადგილზე იყო ფილიპინები 13,000-ით. და მესამე ადგილი 13-ით 11-10 იქ არ იყო პატარა სხვაობები რა, პირიქით პატარა სხვაობები იყო და ეხა რასაც ვკითხულობ, ინდუეთის მოქალაქეებზე რაღაც 80%-იანი რეჯექტები მიდის, უაქენსელებენ, რაღაცა დიდ ცვლილებებს ველოდებით, როგორც ეს გასაგებია, იმიტომ რომ ინდუეთი ეს არის ყოფილი ბრიტანეთის კოლონია, იქ არის ინგლისური ენა არის ერთ-ერთი მთავარი ენა. და მათ არ უნდათ სწავლა ამ ენის და იქ არის მაინც აი ესე იგი ისინი საქმის ყურში არიან აი როგორ მუშაობს ესე იგი ბრიტანეთის სისტემის მენტალიტეტი და რადგანაც კანადას ესა ბრიტანეთის ჩვენი მეფე არის ჩვენი თავარი ადამიანი იერარქი რასაკვირველია მათთვის არის უფრო ადვილი ადაპტირება იმიტომ ყველაფერი არის დაკავშირებული ენასთან და ამიტომ ინდოეთიდან უფრო ეს გასაგებია რატოა ესეთი მაგალითად სტატისტიკა არის ინდოელებს მე კიდე მინდა აი მე თვითონ კითხვას დავსვებ და აი ჩვენ თემა არის როგორ შემოვიდეთ ამერიკიდან და სხვა ქვეყნებიდან
და აი მე რას მინდა გავუსვა აქ ის რა ქვია. ძალიან ბევრი ემიგრანტები, აი რომლებიც აპირებენ საქართველოსდან ჩამოსვლას კანადაში. ეს იგი მე ყველას ურჩევ, რომ ჩაბარდით აუცილებლად აეროპორტში. იმიტომ რომ ეს გაუმჯობესებს და გაადვილებს თქვენ ადაპტაციას. მალე გახსნით ანგარიშს, მალე შევძლებთ თუ ჩემთან მოხვალთ ველფერზე დაგაჯინოთ და მალე წავა ეს პროცესები. ესე იგი ის გადამყვანები, კრიმინალები, ნუ ესე იგი მე არაფერს საერთო არ მაქვს ამ ხალხთან და მე ხშირად მეკითხებიან, რომ აი გითხარი, აი ვის მივმართოთ, მე არ ვაძლევ არავითარ სახელებ, ვანო, პეტრე, ის ლადო და ვიღაცებს. ხო, იმიტომ რომ ნუ ეს არის კრიმინალური საქმე, ხო, და მე არ მინდა ვიყო ნაწილი ამ საქმის. მე თუ რაღაც რეკომენდაციას ვაძლევ და ის მაგალითად ვერ ჩამოვიდა და გადააგდეს ეს მე უნდა გავიყო პასუხისმგებლობა ამ ადამიანის. მე ვარ პროკურატურის თანამშრომელი და მე ვარ მონიტორინგის ქვეშ. მე რაც ვაკეთებ თეტრად. მე ვთარგმნი, მე ხელმოწერას ვდებ. მე რაღაცას ვაკეთებ, ეს არის აბსოლუტურად ტრანსპარენტული სამუშაო, მაგრამ ისინი რას ეუბნებიან, რომ აი თქვენ და ეს არის ძალიან დიდი ყვილი და მე ვიცი გეტყვით რატო იძახიან, რომ აი როცა თქვენ ჯდებით თვითმფრინავში დახიეთ ქართული პასპორტი. და რო ეკითხებია რატო უნდა დავხვიეს ქართული პასპორტი, იმიტომ რომ როცა ქართული პასპორტი არ გექნება, ესე იგი დებილი მესაზღვრები ვერ გამოგაგზავნიან უკან თურმე საქართველოში და თუ გექნება ქართული პასპორტი უკან გამოგადაებორტა, ესა სისულელე. ამას იძახიან რატომ? ამას იძახიან იმიტომ ეს ხალხი, რომ მათ ეშინიათ რომ ამ პასპორტის საშუალებებით გაიგებენ ვინ არიან ეს ხალხი და გამოთვლიან ინტერპოლის საშუალებით და აი იმიტომაც იმალებიან. აი მე არ ვიმალები, იმიტომ არ ვიმალები და მე ჩემ სახელს და გვარს არ ვმალავ, იმიტომ რომ მე ვაკეთებ თეთრ სამუშაოს. ისინი მალავენ თავის სახელებს, იმიტომ რომ მათმა იციან ძალიან კარგად რომ კრიმინალი, მაგრამ შენ თუ უკეთებ ამ ადამიანს საქმეს, ის გიხდის პულს. კიდე რატო ატყუებ და რატო უქმნი ამდენ პრობლემებს ამ ადამიანს, რომელიც უკვე გადაგიხარდა შენ მომსახურებაში. ესე იგი, მე ურჩევ, არავის არ ურჩევ დახიოს ქართული პასპორტი. იმიტომ რომ ქართული პასპორტით რო შემოხვალთ, თქვენ ამ პასპორტს ჩააბარებთ მესაზღვრეებს, მესაზღვრეები მოგცემენ სერტიფიცირებულ კოპიოს ამ დოკუმენტის და ამ დოკუმენტით თქვენ დააჩქარებთ ჩაბარების პროცესს, უკვე მეორე დღეს შეგვიძლია მივმართოთ ჩვენ ველფერს და დაგინიშნოთ, ესე იგი, დახმარება ფინანსური, ბანკის ანგარიში გავხსნათ, ჩაბარდეთ. როცა თქვენ არა გაქვთ პასპორტი, აი ამ შემთხვევაში უფრო დიდი ალბათობაა, რომ თქვენ გაგზავნიან დროებით ციხეში, თანან გამოარკვევენ ვინ ახარ თქვენ, ტერორისტი ხართ, რომელ ქვეყნიდან შემოხვედით, თუ რა ხდება, ხო? ამიტომ აი ეს მინდა მე ვთქვა, რომ ესე იგი, ხო, კი, იმიტომ რომ ამას მეუბნებია, მითხრა, იმან მითხრა. იმან მითხრა, რასაკვირველია, ადამიანი ახალ პლანეტაზე ჩამოდის, ახალი ქვეყანა აზრზე არ არის და ის უჯერებს იმათ. ეს სისულელეა აბსოლუტურად, არავითარ შემთხვევაში არ დახიონ ქართული პასპორტები და ქართული პასპორტებით შემოვიდნენ და უნდა ჩააბარონ ეს პასპორტები. პასპორტებს რაც შეეხება, გუშინ მომწერა ერთმა ადამიანმა იტალიიდან, იტალიის მოქალაქე ვარო და წამოსვლა მინდა კანადაში, ანუ თითქმის იგივე, უბრალოდ ამერიკის მაგივრად იტალიაა რა. ზოგი იწერება ირლანდიაში ვარ და ირლანდიის იმას ველოდები პასპორტს უკვე დადობა მაქვს და ასე შემდეგ. და მინდა სამუშაოდ ჩამოსვლა. მაგ ადამიანებზე რო ვისაუბროთ, ჩამოსვლა ადამიანი იტალიის პასპორტით, მე ხან ნამდვილად არ ვიცი რა უნდა უთხრა ეგეთ. შეუძლია მუშაობა აქ იტალიის პასპორტით. მე როგორც ვიცი არა. პასუხი არის ესეთი. ნუ იმ რეგალიებთან რომელიც თქვენ ჩამოთვალეთ, მე ვარ კიდე ჟურნალისტი. ესე იგი, მე მქონდა ჩემი გადაცემა და მე კიდე ვაძლევ ინტერვიუებს პოლიტიკურ თემებზე, იმიტომ რომ ვარ დაკავებული პოლიტიკური ემიგრაციით და აგრეთვე ემიგრანტებზე ვიღებ ფილმებს. მე ვნახე თქვენი ფილმები სხვათა შორის ემიგრაციაში. ესე იგი, როცა იყო კოვიდი, მქონდა ძალიან ბევრი დრო და მე გადავწყვიტე, მე და ჩემი მეგობარი, ოპერატორი გადავიღეთ ფილმი ემიგრაციაზე. ამ ფილმს ქვია Immigration to Canada, The Myth and the Truth. ესე იგი, ემიგრაცია კანადაში, მითები და სიმართლე. იქ ამ ფილმში მონაწილეობს ხალხ, ნუ 20-მდე ჩემი კლიენტები და სხვადასხვა კლიენტები, მათ შორის ადვოკატი, ვისთანაც მე მუშაობ და იქ ვსვავთ აი ყველაზე პოპულარულ კითხვებს და ვაძლევთ პასუხებს. ეს კითხვები, პასუხები არ შეიცვალა.
ესე იგი, რაც შეეხება იმ ხალხს, ვინც არ შედის აი ამ ბაზაში. მე რო ვთქვი, რომ კანადას აქვს საერთო ბაზა ამერიკასთან, ინგლისთან, ირლანდიასთან, ავსტრალიასთან ხო. ესე იგი, მაგალითად, თუ ადამიანი არის იტალიაში, ან ესპანეთში, ან კიდე სადღაც, რასაკვირველია, კანადის სასამართლო პოლიციამ შეუძლება გაიგოს, რომ იმ ადამიანს აქვს სტატუსი იმ ქვეყანაში. რასაკვირველია ნუ შეუძლება, იტალიის მაგრამ პასპორტით ჩამოდის რა, კი, იტალიის თუ მოქალაქეა, აქვს, ქართველი ხო, ადამიანი იტალიის მოქალაქე. გასაგებია. იტალიის მოქალაქეს, ისევე როგორც იმის მაგალითად ესპანეთის მოქალაქეს აქვს უფლება ჩამოვიდეს, ესე იგი, უვიზოთ. აჰა. მაგრამ აქ რომ იყოს სამუშაო, მას სჭირდება მან იპოვოს დამსაქმებელი, რომელიც მას მისცემს კონტრაქტს და რომელიც ესე იგი ემიგრაციას დაარწმუნებს, რომ მე ვპოულობდი, ვეძებდი ესეთ სპეციალისტ დიდი ხნის განმავლობაში, მაგრამ ვერ ვიპოვე. და მე ამიტომ ვღებულობ აი ამას. და მასთან უნდა გააფორმოს კონტრაქტი. ტოლვილთან შედარებით, რომელიც ეგრევე ღებულობს სამუშაო უფლებას, იქ სხვანაირად არის, რახანც არის ტოლვილია, კანადის ემიგრაციას ესმის ძალიან კარგად, რომ ნუ ადამიანს სჭირდება მუშაობა და ველფერზე ვერ იცხოვრებს. ის ველფერი ეს არის დახმარება, რომ სანამ ეს ადაპტირდება ეს ადამიანი. იქ პროცესი სამუშაო უფლების მიღების ძალიან ადვილია. თუ ადამიანი იტალიის მოქალაქეა, იტალიის პერმანენტ რეზიდენტი ან ესპანეთის ან სხვა ევროპის ქვეყნისთვის, ხო, იქ არის საჭირო აუცილებლად, ესე იგი, კონტრაქტი კომპანიასთან, რომელიც მას ღებულობს დამსაქმებად და კანადის სახელმწიფომ რომ დაიცვას თავისი ბაზარი, შრომის ბაზარი, ესე იგი ამ დამსაქმებელმა კიდე უნდა დაარწმუნოს ეს სახელმწიფო, რომ აი მე ვეძებდი ამ უნდა განცხადება გააკეთოს საიტებზე, რომ აი მე გამოვაცხადე აქ არავინ არ მიპასუხა და ამიტომ მე ვღებულობ ადამიანს იტალიიდან ან ან საქართველოდან. მიპასუხა და მაგათი კვალიფიკაცია შესაბამება და მე მოვიძებდი. მასი აი მაგალითად ვიღაცას აქვს ძალიან მაგარი რესტორანი ქართული, ხო? მე მპირდება ქართველი პოვარი, ესე რა ქვია, მზარეული, რომელსაც აქვს კვალიფიკაცია მიღებული აქვს საქართველოში. და ვერავით არის, ესე რა ქვია, პოლონელი, ბელგიელი ემიგრანტი ვერ შეცვლის. და იაპონელი ვერ შეცვლის ქართულს. ხო, ეს არგუმენტირებულია, აბსოლუტურად არგუმენტირებულია. ერთი პატარა ნიუანსი რო გავარკვიოთ, ეს არ იქნება open work permit, ხო, ეს იქნება დახურული LMA იქნება, ხო? ეს ხო, ეს არის LMA. ხო, აი ჩემ მეგობარს მინდა მიმართო პირდაპირ ეთერიდან, მას ჰქონდა ესეთი შეკითხვა, მზარეულია ზუსტად და იტალიაში, იტალიის პასპორტი აქვს. რო ჩამოვიდე, ანუ ნახე როგორ რაღაცა მოხდება, შენგეკ თუ იშოვი აქ დამსაქმებელი რაღაც რესტორანი ქართული, იტალიური, ესპანური, გერმანული არ აქვს მუშაობა. თუ დაიწყე მაგათთან მუშაობა, მხოლოდ მაგაზე შეძლებ მუშაობას. შენ არ გექნება უფლება დაუშვათ მაგ რესტორნის გარდა სხვაგან იმუშაო. ხო, სწორედ ამბობ, ხო? სანამ ისინი არ დაგიხურავენ იმ კონტრაქტს, რასაკვირველია, შეიძლება შენ მუშაობის პროცესში შეიტანოს აბუთები PR-ზე და რაღაცაზე, როცა იქნება მერე, კი ბატონო, ან open work permit-ს მოგცემენ, ან permanent residence მოგცემენ და ხორეთ, აქ არის ნიუანსები, არ უნდა დაარღვიო ის შეზღუდვები, რომელიც აქვს ამ კონტრაქტს, რასაკვირველია, მაგრამ შენ თუ უკვე დამთავრდა ეს კონტრაქტი და არ გინდა აქედან წასვლა, თუ იპოვე ახალი ის, რა ქვია, დამსაქმებელი, მაშინ სხვა კონტრაქტს აწერ ხელს, ან განაახლებ იმ კონტრაქტს, ან კიდე რაღაცა, ბევრი საშუალებები, ან მაგალითად სოლი მოგყავს აქ ისევ და აქ ბევრი ნიუანსებია ძალიან. ასევე მინდა შევეხო, არ ვიცი ხა რამდენად კომპეტენტური, ვფიქრობ, რომ საინტერესო იქნება ეს შეკითხვა ყველასთვის. ბევრი მწერს, რომ როგორ ჩამოვიდე ლეგალურად. ანუ ეგეთი ხალხი ძალიან ბევრია და ძალიან მიხარია, რომ ეგრე წერენ, როგორ ჩამოვიდე ლეგალურად. არის ესეთი პროგრამა rural, ანუ იცით ხო ეს პატარა ქალაქები რო არის სოფლები. კანადა ცდილობს რომ ეს პატარა ქალაქები მოსახლეობით შეავსოს და ყველა გამორბის დიდ ქალაქში ტენდენცია ამჟამადში ესეთი მარტო საქართველოში არ არის, აქაც ეგრეა. მაგ rural პროგრამებზე ასე თქვით, იმიტომ რომ მე რასაც უყურებ ძალიან მარტივია. ინგლისურის დონე 4-იანი,
თუ ის მე არ მოსაკუთრებით ვიცი, აი მე არ ვიცი პასუხი ამ კითხვებზე, იმიტომ რომ აი როგორც ექიმი არსებობს აი სპეციალისტი, თვალის სპეციალისტი, ხო? აი მე ვარ სპეციალისტი ტოლვილების, გასაგებია, განსაკუთრებით ქართველი ტოლვილების. მე გასაგებია. ზოგადი გაგება და ცოდნა მაქვს აი კუჭზე და ყურზე და სხვა ორგანოებზე და ფსიქიატრიაზე, როგორც გავიგე, ექიმი. გავიგე. მაგრამ მე აი აქ არის ესეთი და თბილისის ბირჟებია, იქ ყველა პასუხები იციან ყველა კითხვებზე. მე არ ვიცი ყველა კითხვებზე ყველა პასუხი, იმიტომ რომ არის ესეთი გამოთქმა ცნობილი, რომ აი ხალხი რომ აი მე არ მიყვარს ქართველები ერთმანეთს ურევენ twins და იძახიან იმას, რაც არიციან. იმიტომ რომ ჩემი კონსულტაციის უკან დგას ჩემი იურიდიული განათლება და ჩემი პირადი, მე კი არ მომიყვეს, მე თვითონ მონაწილეობდი ამ სასამართლოებში, სადაც მე ვიყავი თარჯიმანი. და კეისები, რომელიც მაქვს, და ეს გატანილი გოლები, ამ გატანილ გოლებს აქვს თავისი სახელები და გვარები და მე ამას არ უმალავ, მე არ ვიცი რომ ეს კონფიდენციალური, აი შეეკითხეთ, ხო? იმიტომ რომ ხალხს საინტერესებს მოგებული საქმეები გაქვს თუ წაგებული საქმეები და რამდენი. აქ არის ძალიან უბრალო ვისა. აი მე ვიძახი იმას, რაც მე ვიცი. თუ არ ვიცი, მე ვიძახი რომ მე ეს არ ვიცი და შევეკითხები იმას, მე არ მაპატიეთ, მე გრეხდება და მე არ ვთვლი რომ ეს არის რაღაცა ისე რა ქვია, ადამიანს არ შეუძლია. მაგრამ არის გამოთქმა ძალიან ესეთი ჩეხოვს ეკუთვნის, არის ანტონ ჩეხოვ და არის მიხაილ ჩეხოვ, მე თეატრალური მოღვაწე იყო, რომ ხალხი რომ ლაპარაკობდესო ხოლოდ იმას, რაც იციანო, იქნებოდა სიჩუმეო. Ai русулат витყვი ორიგინალ. Если бы люди говорили только то, что они реально знают, стоял бы молчание. Ai ეს ის არის, ესე იგი, უსმინეთ მხოლოდ კომპეტენტურ ადამიანს, ვის უკანაც დგას ცოდნა, გარკვეული. და არა იმას, ვინც ესე იგი, არ არის, მე ხარ ვეხმარები იმ ხალხს, ვარ ვასწავლი, როგორ ისე რა დააშენონ რაღაცა, როგორ დაანგრიონ, როგორ დაგავონან, როგორ იმასთან რა ვქია. კი ბატონო. დაასუფთავონ, ხო, მე ამაში არა ვარ სპეციალისტი, ყველა უნდა გააკეთოს თავის საქმე და უნდა იყოს ადამიანი პასუხისმგებელი, იმიტომ რომ შენ აგძლევ ადამიანს არასწორ ვექტორს და მე ის არასწორად ხარჯავს ფულს და არასწორ გადაწყვეტილებებს ღებულობს და ესა ძალიან დიდი პასუხისმგებლობა. საიმიგრაციო კონსულტანტი ერთი რაღაცა არის და პარალეგალი ანუ ცალკე განშტოებაა, თქვენ რასაც აკეთებთ. აი მე არა, მე გეტყვით ახლა რა შესაქმე. მე ესე იგი საიმიგრაციო კონსულტანტი და პარალეგალი არის ერთი და იგივე. პარალეგალი ესა სლენგი. პარალეგალი, აი მე მაქვს პარალეგალის დიპლომი, ხო? პარალეგალი აკეთებს საქმეებს $25,000-მდე, არჩევს ამ საქმეებს. ეს ეხება კრიმინალურ სასამართლოს, ეს ეხება აი როცა არის ესა რა ქვია. ესე კამათი ორი ორგანიზაციის შორის ან მაგალითად რომელიც ეხება ოჯახის საქმეს და იგივე პარალეგალი ემიგრაციაში ქვია ემიგრაციული კონსულტანტი. ესე იგი მე არასოდეს მე არ წარმოვადგენ ხალხს სასამართლოზე. სასამართლოზე წარმოადგენს ჩემი პარტნიორები, აი რომელიც არის ერთ-ერთ ფილმში ჯეიმს ლოუსონი, კიდე არის რიჩარდ ადინალ, კიდე სხვადასხვა, ისინი არიან იურისტები, რომელთაც აქვთ უფლება წარმოადგენონ სასამართლოზე ვიღაცის ინტერესები, მაგრამ მე ვარ ჩართული იმაში, რომ მე ვთარგმნი იმ ისტორიას, რომელთაც მოდის ეს ადამიანი, მე ვუთარგმნი ყველა დოკუმენტებს, მე ვამზადებ თელ პაკეტს, რომელიც საჭიროა, აი რომ ადამიანმა მოიგოს სასამართლო. Ai ამას ვაკეთებ მე. და მე ვიყავი მონაწილე ამ ემიგრაციული სასამართლოში. ეხლა არა ვარ. ეხლა მე ვარ კრიმინალური სასამართლოს თარჯიმანი ლიცენზირებული. და თუ ერთი წამით აი აქ ერთი შეკითხვა ეხლა წაგიკითხავთ, მე ცოტა შეკითხვა ვერ გავიგებ, თქვენ ვერ ხედავთ ხო ამ შეკითხვებს ეხლა? არა, მე კონცენტრირებული ვარ იმას, რასაც თქვენ იცავთ. თქვენ ხართ მედიატორი, მე ვპასუხობ ამით და ამაზე დავფარდობ ჩემი ყურადღება. და კიდე ერთი თხოვნა მექნება თქვენთან, როცა ეთერი მორჩება, რამოდენიმე ადამიანმა შეკითხვა დასვა, უბრალოდ ეხა ეს იკარგება, ისქროლება, სხვები ცვავენ და რაღაცები შეიძლება გამოგჩა და წერილობით რომ უპასუხოთ ამ ადამიანებს. მომწერონ ჩემს მესენჯერში. კი. აგერ ყველა საყურადღებოდ მინდა ვთქვა, ვისაც შეკითხვები გაქვთ, ბატონი გიორგი მზად არის,
გააქცეთ ამ შეკითხვებზე პასუხი. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ახლა ვსაუბრობთ რაღაც შეკითხვები ანუ ისქროლება და იკარგება. ეხლა მაგალითად ერთს წავიკითხავ. სასამართლო მივიღე travel დოკუმენტი და permanent კარტა. კი ბატონო. რამდენ ხანში მომივა იძახიან ვადები ლოდინის გაიზარდაო და თუ მართალია. ანუ რამდენ ხანში მივიღებ ამ საბუთებს ესე. კი, ეს არის ძალიან პოპულარული კითხვა. მე შევეკითხე, მე მჯერა იმისი, რასაც ეხი ჩემი პარტნიორი. ჯეიმს ლოუსონი. მე მას შევეკითხე, ეს მართალია თუ არა. ეს არის ჯერ განხილვის დონეზეო. ეს განხილვის დონეზეა იმის მიხედვით, რადგან ეხლა მე ძალიან ფრთხილად ვიძახი, რაც მე მითხრა. მე არ გამიგია ეს ოფიციალური ხალხისაგან, მაგრამ რაც მე ვიცი იმ ადამიანისაგან, რომელსაც მე მჯერა, იმიტომ რომ ისაა კომპეტენტური ადვოკატი, ემიგრაციული, მან თქვა, რომ ესაა განხილვის დონეზე. კეთილი. რო 3-ჯერ, 4-ჯერ და 5-ჯერ იმას ხნა. ასაგებია. რომ იმატა. კი ბატონო, ვიზით ჩამოსვლის შემთხვევაში ჯობს ეგრევე აეროპორტში ჩაბარდა თუ რაღაც პერიოდის შემდეგ. ამაზე ბატონმა გიორგიმ უკვე ისაუბრა. მე შემიძლია ვთქვა, აი რა პლუსებია და რა მინუსებია, ხო? კიდევ ერთხელ, ესეც პოპულარული კითხვაა. ვიზით ბატონო გიორგი, ბატონო, ძალიან დიდი ბოდიში, ეს ვიდეო რო არ დაიკარგოს, ეხლა უნდა გავთიშო მე რომ ეს რო რილსად გადავაქციო და 2 წუთში ისევ დაგირეკავთ და ისევ გავაგრძელოთ ჩვენი ლაივი. კი ბატონო, მე არსად არ მივდივარ. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა. კარგით.